გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საკანონმდებლო ორგანოში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხდომა უკვე 4 საათია მიმდინარეობს. დეპუტატები ამჯერად საცალო ქსელების ოპერატორებს უსმენენ. კომისია პარლამენტში თებერვლის დასაწყისში 3 თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების რეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. კომისიის ხდომას აშუქებს მარიამ კოპალეშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვერდება. მარიამ, გისმენთ. სარდესოთია დროებითი კომისიის ხდომა პარლამენტში დასრულდა 4 საათიანი შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც თავის მხრივ კონკრეტულ პროდუქციასთან დაკავშირებით წარმოქმნის ფასნამაც დაისვა კითხვები და ისაუბრეს შეკრებილებმა გამოსავლის ძიების გზებზე. თავის მხრივ ეგრეთ წოდებული მესამე რგოლი პასუხისმგებლობას მაღალი კეშბეკის დაწესებაზე აკისრებს მეორე რგოლს, ანუ სადისტრიბუციო ქსელს, საუბრობს არაჯანსაღ კონკურენციაზე ამ მიმართულებით და რადგან მთავარ პრობლემად აქაც წინა შეხვედრების მსგავსად სახელდება მაღალი კეშბექი, დღეს დაისვა კითხვა კეშბეკის საერთოდ გაუქმება რამდენად დაარეგულირებს მაღალ ფასებს და ამასთან დაკავშირებულ პრობლემას, რაზეც ქსელური მარკეტების წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, რომ ეს ეფექტური გზა ვერ იქნება პრობლემის გადასაჭრელად, რადგან პარალელურად დაიკარგება ფასდაკლების გაკეთების შესაძლებლობაც. ერთი კითხვა მაქვს, თქვათ რომ ეს კეშბეკები და ისინი რომ აღარ იყოს და კანონმდებლობით ვთქვათ გაუქმდეს, რა შეიძლება დაემართოს ფასი? ჩვენს ნაწილში არ ვერ გაიაფდება ფასი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ფასწარმოქმნის დროს კეშბეკის ნაწილი ფასწარმოქმნის დროს ვერ გვაქვს გათვალისწინებული და ხშირ შემთხვევაში კი არა მეტად ბრუნად პროდუქტებზე უკვე კეშბეკის ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს. კეშბეკის ზრდა, მოცულობის და გამოწვეულია დისტრიბუციის თუ წარმოებლის ნაწილში მაღალი კონკურენციის გამო, ასე არის? დიახ, კი ბატონო, აქ წინა შეხვედრებზე რამდენიმე მომწოდებებმა გააჟღერა კიდევაც, რომ ჩვენო ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენ. ანუ შესაბამისად, აქვე ჩანსა და აქვეა ნათელი, რომ მათ მიერ მოთხოვნა მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ კეშბეკების სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელზე. სხდომაზე იყო კამათიც, მცირე დაპირისპირება გამოიწვია გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის კითხვაც, რომელიც გულისხმობდა იმას, შეძლებს თუ არა პარლამენტის ერთი მოწოდება, რომ ერთ დღეში გააიაფოს კონკრეტულ პროდუქციაზე ფასები, რაზეც უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს, რომ პარლამენტი ასე არ მუშაობს და კოლეგა პროცესში დესტრუქციის მცდელობის შემოტანაში დაადანაშაულეს. ჩვენ ახლა კომიტეტის წარმომადგენლებმა მაგალითად დღეს რომ გთხოვოთ, რომ ორშაბათისთვის პირობითად გააიაფოთ 10%-ით, პირობითად 5 ან 10 პროდუქტი. რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი, მაკარონი 10%-ით. ორშაბათიდან. მაინტერესებს ყველას პასუხი სათითაოდ თუ შეგიძლიათ ეს. თუ ეს პრინციპული საკითხია და პრინციპული მოთხოვნაა, რაღაც მოკლევადაში შესაძლებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ მოთხოვნის საფუძველზე არის შესაძლებელი, ანუ თუ თქვენი მოთხოვნა იქ რაღაც პირობითად 2 დღე, 3 დღე, თორე გრძელვადაში აღნიშნულის გაკეთება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. პრინციპში ეგრე არ მუშაობს ბიზნესი, რომ არა, ეს ვიცი. რაღაც სტრუქტურიდან დაუშვათ ნებისმიერიდან გთხოვეს, რომ გავაიაფოთ და გავთ, ეგრე არ მუშაობს. უკაცრავად არც პარლამენტი არ მუშაობს ესე, რომ რაღაცებს ვთხოვდათ, ჩვენ ვიღებთ კანონებს, რეგულაციებს და შესაბამისად ხდება. უბრალოდ ეს ალბათ რიტორიკული კითხვა იყო, მინდა დავაზუსტო. რიტორიკულად ოპოზიციის წარმომადგენლის. რიტორიკულ შეკითხვაზე პასუხი რომ არა, ვერ შევწყვეტ ესე რომ კი ბატონო და მაშინ მაქვს ბატონო შოთასთან კითხვა, ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ აქ? თუ პირობითად 10%-ით პირველად პროდუქტებს ვერ გააიაფებენ, ხო? დისტრუქციაში რო გადავართ, ხედავთ კიდევ კარგად. უყურეთ, ინსტრუქციაში არ გადავდივარ ბატონო შოთა. გეკითხებით, გვეუბნება აგერ წარმომადგენელი 6 ადამიანია და ვერ გავაიაფებთ 10%-ით, ხო? ბატონმა კობახიძემ შეგვირდა რომ უნდა პირველადი პროდუქტები გაიაფდეს, ხო? და მაინტერესებს ძალიან ჩვეულებრივი კითხვას გეკითხებით. პასუხობთ, ეხლა დავშვიდეთ პასუხობთ. არა, მშვიდად ვარ, რაში ხო, კარგი, მაშინ პასუხობთ. ჩვენ პროცესი არის ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა. ჩვენ დავინახეთ პრობლემები, რომლის გაჟღერება მე არ მინდა ეხლა აქ. ჩვენც დავინახეთ რა თქმა უნდა. არის სისტემური გეგმა, რომლის მიხედვითაც
ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში, რომელიც 3 საფეხურიდან შედგება, ჩვენ ვჯერა რომ მივახცევთ მნიშვნელოვან კორექციას. სხვათა შორის ეს ქსელები, ერთ წამითქეთი, ეს ქსელები, რომლებიც ესე არიან მონოპოლისტები და ოლიგოპოლისტები, გახდნენ 21 წლის შემდეგ თქვენი მთავრობის ხელში. არავითარ შუაში არა, აი საქმესთან ეხლა ეს დისტრუქციის გარდა თქვენ მაგისტრის მოხვედით რომ აქ დისტრუქცია შემიძლია ჩვენ ვართ ძალიან საქმიან ხალხს ხვდებით რომლის დრო ძალიან მნიშვნელოვანია გვინდა პრობლემაში სწორედ გავეკყვეთ მეექვსე შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა დამატებით პრობლემა, რაც შეკრებილების თქმით წარმოქმნის კონკრეტულ პროდუქციაზე ფასნამაც, როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, მომდევნო შეხვედრა პარასკევსაა ჩანიშნული. მადლობა მარიამ, თქვენ უსმენთ მარიამ კოპალეიშვილს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღიარეს სიმართლე, რომლის აღიარებაც არ უნდა ოპოზიციას ქართული ოცნება EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას ეხმაურება. დელეგაციამ ვიზიტის შემაჯამებელ ტექსტში მკაცრად დაგმო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობა. მართლ გუნდში განცხადებას პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის მათთან, ვინც საკითხს ობიექტურად მიუდგება. EUTHOS მაღალი დონეს დელეგაცია საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მისი მიზანი დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო. მაშინ როცა რეგიონში მიმდინარეობს უმძიმესი კონფლიქტები, პოლიტიკური დაპირისპირებები, ამ ვითარებაში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სივრცის და პროცესის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ამისთვის საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობის და ფორმის გამოყენება. უნდა გადაუჭრათ ის მთავარი ორი გამომწვევი მიზეზი. ეს არის სამართლიანი არჩევნების საკითხი და მასზე დიალოგის საკითხი და მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ის რომ ბოიკოტი პარლამენტის ბოიკოტირება, შემდეგ უკვე არჩევნების ბოიკოტირება იყო შეცდომა, ჩვენ შესაბამისად განვაახლეთ საპარლამენტო მუშაობა. რაც შეეხება სხვა დათქმებს და სხვა პუნქტებს, რაზეც საუბრობენ EUTHOS წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა, რომელიც უნდა დადგეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს პირველ რიგში ორი ძალა ეს არის რა თქმა უნდა ქართული ოცნება და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა. ეს განცხადებები, რომელიც მისიამ გააკეთა ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნათლად ცხადყოფს იმას, თუ რატომ ჩაშალეს შარშან ეს ვიზიტი. ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ძალადობრივი მცდელობა ხელისუფლების დამხობის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის შიგნით, არამედ ეს არის გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათ შორის ევროპარლამენტში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის და ასევე ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება და რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, თვალი დახუჭო ძალადობრივ დამხობის ცდილობაზე, ვიღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ისინი ამხელენ ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის განცხადება, რომ პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ მიიღო დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა არ არის. როდესაც ჩვენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, რა თქმა უნდა შემდეგ ვერ გექნება შენ პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან. არჩევნების გზით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საარჩევნო ყუთებთან მისული ამორჩევლის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს. მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის მაინც იქნება მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქებში, ტალინში და ვილნიუსში სირბილის მაგივრად იქნებ თავის მოსახლეობას საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდში და ახალციხეში.
სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებთან და არა იმ გზით, რომელიც დამხობისკენაა მიმართული. ნათქვამია უთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში. ვიზიტის შემაჯამებელ ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ არ შეიძლება ბოიკოტი იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მეშვეობით და არა ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული. აქ არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი ეუთოს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს პოლიტიკური სცენის, დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავთ. პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება ბოიკოტი იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. სტრასბურგში ვიზიტის მეორე დღეს გიორგი ჩაკვეტაძე და ვახტანგ თურნავა კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებიან. დეპუტატები აქცენტს ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ საქართველოს პოზიციაზე და ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე აკეთებენ. გვაქვს საშუალება, რომ ცალკეულ ევროპარლამენტარებს შევხვდეთ იმ ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს იდეოლოგიას, იზიარებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი რეგიონი, რომლის წინაშეც არის საქართველო, ასევე აფასებენ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე პოზიტიური არის თითოეული ეს კომუნიკაცია, ის სიგნალები, რომელიც ცალკეული ევროპარლამენტარის მხრიდან მომდინარეობს. გვაქვს საუბარი მათთან იმის შესახებ, რა გამოწვევები იყო წლების მანძილზე საქართველოში, როგორ ხდებოდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა უსამართლო რეზოლუციების მიღება. ისინი იზიარებენ იმას, რომ საქართველო არის რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, იზიარებენ იმას, რომ საქართველო ვერ დააწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ასევე იზიარებენ იმ შეშფოთებას, რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მიმართ გაძლიერებული შეტევების კუთხით. ასე რომ ეს ყველაფერი კარგია, რომ ესმის ჩვენს ევროპელ კოლეგებს. ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყიდული მოლაპარაკებები სომხეთისთვის ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემური საკითხია. ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ, აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესისა და სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. Այս ջանքերը կներառեն Ադրբեջանի Հանրապետության անխոչնդոտ հաղորդակցությունը ընդհանրապես Ულախտილად ვიტყვი, რომ სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე ახლა უდიდესი პრობლემა არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული მოლაპარაკებები. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესის დაწყების შესახებ, მას შემდეგ რაც საქართველო მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის პერსპექტივა ხელშესახები გახადა. ჩვენ ველით და მოვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ისე საქართველოსთვის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმნა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება. ასევე ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნების და ხალხების კეთილდღეობისთვის. დღესვე პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა ბაიბიტის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია წამყვანი საერთაშორისო ფინტექ კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ფინანსური ინოვაციებისა და ციფრული აქტივების მომსახურების კუთხით არსებულ შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიონ ლარზე მეტის გადახდას აკისრებს. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე, მისი პარტია და რამდენიმე მედია ამ საქმეს პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს. რეალურად კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხოლოდ სასტუმროებსა და ბილეთებში გახარჯულია 3 მილიონამდე ლარი. კოსმეტიკურ პროცედურებზე 700.000 ლარი. კოლოსალური თანხებია დახარჯული გამაჯანსაღებელ ცენტრებში, საჩუქრებში, სამკაულებში, სააკაშვილის შვილების სწავლაში, მობილურ ტელეფონებსა და ტანსაცმელში. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 9 მილიონ ლარამდეა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პატიმარი სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილიონობით ლარი უმნიშვნელო წარმოაჩინოს. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება იმის, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს. ახლა დამატებით დააკისრეს, რომ პიჯაკების შეძენის ხარჯი, დონალდ ტრამპის გამასპინძლების ხარჯი და ასე შემდეგ გადაიხადეო. ამ ხარჯების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან. არ არის ისეთი შემთხვევა, რომ რაღაც პირადი საჭიროების ხარჯები იყოს. ყველა ეს ხარჯი დაკავშირებულია კონკრეტულ ვიზიტებთან. არ არის ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა კერძო ვიზიტით სადღაცა წავიდა და ეს ხარჯი იყოს ანაზღაურებული. ვიზაჟისტი რაზე ზრუნავს? როგორ გამოიყურებოდეს ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირები, ხო? ამავე კონტექსტში ჯდება ის ხარჯები, რაც ამ საქმეშია წარმოდგენილი. როდესაც სახელმწიფო გონების მიტაცებაზეა საუბარი, ერთი გამოვიდნენ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და 9 მილიონის რა პიჯაკი იყიდა მიხეილ სააკაშვილმა, რაში გამოიყენა და სად მოათავსა. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტური ტყუილია. აქ არის საუბარი პირადი მიზნებისთვის და თანხების გამოყენებაზე, სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაზე, რასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს განაჩენი და განაჩენები. და თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, ერთი ლინებოს და მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. და რატომ ვერ მიმართოს მიხეილ სააკაშვილი? იმიტომ რომ იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ დამარცხდება. მათ შორის დამარცხდებიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თუ სხვა საქმეების პოლიტიზება მოახდინონ, შემდეგ დამარცხდებიან ხოლმე სტრასბურგში და ბოდიშის მოხდას არავის არ უნდა. არის სამართალი, არის კანონი და ყველა ვალდებულია, რომ კანონს დაემორჩილოს. სამისად სახელმწიფოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მათ შორის ეს არის კონკრეტული დამნაშავის ვალდებულება. თვითონ ქონდა იმის თქმა მინდა აღიარება, ისაც სასამართლო მიიღო, დიდად არ უარყოფს ამას, რომ დიახ, მას მიაჩნდა თავის ჯიბედ სახელმწიფოს ბიუჯეტი და ამას აკეთებდა და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება ექნება სასამართლოს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. საქმეში დევს ბიუჯეტის გაფლანგვის საქმე. ეს არის თავად. ეხლა ამას პიჯაკების საქმეს და არ ვქნებ თუ ხალათების საქმეს, ეს უკვე გემოვნების საკითხია და ინტერპრეტაციაა და ამას უკვე ქართული საზოგადოება პირდაპირ გაგებით რო ვთქვათ, უკვე აღარ იღებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის. ვიმეორებ თვითონ აღიარებენ ამას, რომ დიახ ფლანგავდა იქიდან ფულს და მეტი მტკიცებულება რა გვიდა, ასე რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს ახლა ნაცმოძრაობა ამ საქმეს. რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს თუ კი რამე გადაცნობა ჰქონდა, ეს მხოლოდ დეკლარაციის შევსება. განცხადება ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სასამართლოს ხდომაზე გააკეთა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ჩვენება მისცა. რომეო მიქაუტაძემ ჩამოთვალა ყველა ის თანამდებობა, სადაც უმუშავია და განაცხადა, რომ მისი საქმიანობა უკავშირდებოდა კომპანიებს, სადაც მაღალ ანაზღაურებას იღებდა და ქონებაც ასე დააგროვა. მიქაუტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორისაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შეღავათების მიღებისთვის მფარველობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც პირდაპირ ამხილეს დანაშაულში რომეო მიქაუტაძე, პირდაპირ თქვენს, რომ ის ლობირებდა კონკრეტულ კომპანიებს, რომ მონაწილეობდა ამ კომპანიათა საქმიანობაში. მოწმეთა კატეგორიაზე რო ქონდეთ შტაბეშლება, მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენები საიდან მომდინარეობს. ანუ თვითონ ამ კომპანიის მეწილეებმა, დირექტორებმა თქვენს, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა კომპანიის საქმიანობაში, ასევე მათ განაცხადეს, რომ რომეო მიქაუტაძე ეხმარებოდა მათ სხვადასხვა ნებართვების აღებაში. ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მხარე მოიპოვა მტკიცებულებები ეკონომიკის სამინისტროდან, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებისგან. როგორც დაცვის მოწმე თავად რომეო მიქაუტაძე დაიკითხა, იგი შეეცადა, რომ ემართლებინა თავი, მათ შორის განაცხადა, რომ დეკლარაციებში არ შეიტანა და დაავიწყდა 9 მილიონის ღირებულების საათების შეტანა და ასე შემდეგ.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჭილი. უძილაური გამოიკითხა ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულები არიან მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი. მანამდე კი ძმები მიქაძეების საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა გამომძიებელმა, რომელმაც საქმის დეტალებზე ისაუბრა. გამომძიებელი, რომელიც დაიკითხა ინფორმაციას გვაძლევდა ერთ-ერთი საქმეში მონაწილე პირის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე. ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში და ამ ჩანაწერებში ზოგადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიქაძეების მიმართ რაიმე მტკიცებულება, რაც მათ ორგანიზებასთან დააკავშირებდა მკვლელობის, ასეთი არ ყოფილა. გამომძიებელი, რომელთაც უშუალოდ დათვალიერებულია კონკრეტულად ფარულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ინფორმაცია მამუკა ბაღდავაძის საცხოვრებელ სახლში და ამავდროულად ჩვენ დღეს დავასრულეთ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევა. დღეს მდგომარეობით უნდა ვიმსჯელოთ იმ გარემოებაზე, მოწმის ჩვენებაზე, იმ მტკიცებულებას, რომელიც გამოკვლეულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო. დაკავებულია 51 პირი. საქმის დეტალებზე მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე ისაუბრა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით იარაღები, ხელყუმბარები და მჭიდები. ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. სულ დაკავებულია 51 პირი. აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს. ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და უსაფრთხო გარემო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ გეგა გელაძის მეუღლის მამის კომპანია 40 წელია ოპერირებს ბაზარზე. ბიუჯეტში შეაქვს მილიარდობით ლარი და საქართველოში მსხვილ გადამხდელთა პირველ სამეულშია. ამ ფონზე კი ჟურნალისტი მინისტრს ეკითხება სიმამრის კომპანიის ბიზნეს დეტალების და იმის შესახებაც კი თუ საიდან აჩუქა მამამ ქონება მის მეუღლეს, წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი. ზაური ელიზბარაშვილი 40 წელიწადია საქართველოში ბიზნეს საქმიანობასთან დაკავებული 40 წელიწადია. ალბათ არ მოინახება მეორე კომპანია ამდენი ათეული წელი საქართველოში. რომელ კომპანიებთან პარტნიორობს, ვისთან პარტნიორობს, კიდე ერთხელ ვიდასტურებთ, მე დაგეხმარებით, მოგიწევთ, შევხვდით და ყველაფერს დეტალურად დავწერთ. თქვენს დეკლარაციაში დიდი ძალი ქონება და ამ პროექტის დინგოტესი ნაწილი თქვენი მეუღლის სახელზე დაყოლებული. ნავთობიდან მიღებული შემოსავლით შეძლებითი უკვე არასწორად დაიწყეთ კომუნიკაცია. რაი 5 წელი ადამიანია აუძლეს შეიძლება 40 წელია ელიზის ჯგუფი გააჩნია. რაზე საუბრობთ? 40 წელიწადია საქართველოში უმსხვილესი გადამხდელია ბიუჯეტში. ვიზე ლაპარაკობთ, მაგიტომ გითხეთ, რომ ხორშიდობა გაქვს კრიზისი ხო არ გაქვს. პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებმა საპოლიციო სისტემაზე მიმდინარე რეფორმებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. Heritage Foundation-ის ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0.6 პუნქტით გაუმჯობესდა 79.6 ქულით მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. ეკონომიკის თავისუფლებით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის და ნატოს სახელმწიფოს. არის კორუფციის აღქმის ინდექსი, კორუფციასთან ბრძოლა, ნეპოტიზმთან ბრძოლა, მექტამეობასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან ბევრს მუშაობს და ყოველდღიურად ხედავთ ამ ძალისხმევის შედეგებს. ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის ადმინისტრაციის მანდატი გაფართოვდა ანტიკორუფციული ძალისხმევის ნაწილში და პოლიტიკის ნაწილში დაემატა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც გასულ წელს 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 300 მილიონი ლარი დაუზოგა სახელმწიფო ბიუჯეტს. ასევე მნიშვნელოვნად გავაჯანსაღეთ სახელმწიფო შესყიდვების სისტემები, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ესეთ შედეგზე გავსულიყავით. Heritage Foundation-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის გაზრდის ბიზნეს და ასევე შენარჩუნდა ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთთან ერთად. აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ სწორედ ეს პროგრესი პირდაპირ აისახება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორზეც, სადაც თავისუფალი ვაჭრობა, ეფექტიანი რეგულაციები და ასევე სტაბილური ფისკალური პოლიტიკა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად. დადებით და შეფასებული კანონის უზენაესობის მაჩვენებელი, სასამართლოს ეფექტიანობისა და მთავრობის კეთილსინისიერების მაჩვენებელი, საქართველოს ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, ხოლო მთავრობის კეთილსინისიერებით ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 ქვეყანას. საქართველოს არის გამორჩეული ქვეყანა მთავრობის კეთილსინისიერებით ეკონომიკის თავისუფლებით მსოფლიოში. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯულაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობა და რესტრუქტურიზაციის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური სისტემების გაძლიერების შესაძლებლობებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ეს მიმდინარე პროექტების სტატუსები და იმავდროულად ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება გავხადოთ ამ პროექტების განხორციელების შედეგად შედეგები, რომელიც იქნება მიღწეული, უფრო მეტად მდგრადი და უფრო მეტად ხელშესახები კონკრეტული შედეგების მომდანი, კონკრეტული სიკეთეების მომდანი, როგორ შეიძლება იყოს ქვეყნის განვითარების საქმეში. ვისაუბრეთ შემდგომ გაუმჯობესებებსა და შემდგომ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიძლება გამოჩნდეს. ბოლო წლებში თქვენ შეამჩნევდით მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ფასების არსებით შემცირებას. ეს დიდწილად განპირობებულია იმ მხარდაჭერით, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შედეგებზე ორიენტირებაზე გავწიეთ. პროგრამა 2028 წლამდე გრძელდება და ჩვენ კვლავ ვიქნებით სამინისტროსთან ერთად როგორც თანამშრომლები და პარტნიორები, რათა გაგრძელდეს კარგი შედეგების მიღწევა საქართველოს მოსახლეობისთვის. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ თბილისის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა პატრონობისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დღეს მდგომარეობით თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, მათგან 45 მდედრობითი სქესის არის, თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 92 წლის ქალი. მუნიციპალურ თავშესაფარში მისი ფუნქციონირებიდან დღემდე სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდით ჩათვლით 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა თავშესაფარში. მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაცია საჭირო, თუმცა ზამთრის პერიოდში მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მათ ამის გამო ღამის გათევაზე უარს ჩვენ არ ვეუბნებით, შეგვიძლია ყველა ადამიანის მიღება, მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადოთ იმ პირებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თავშესაფრის სწორად, გამართულად მუშაობა. ესე იგი ჩვენ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს 4 მილიონ ლარზე მეტი იმისთვის, რომ აღნიშნული თავშესაფარი გამართულად მუშაობდეს. ისრაელის და ამერიკის ძალებმა თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს. იერიში 3 მიზნი გახდა რაკეტების საწარმოები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ირანის სამხედრო კომპლექსებს იცავენ.
ირანმა კი გასული ღამის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების 3 სერია განახორციელა. იერიშების შედეგად არავინაა დაშავებული. პარალელურად ისლამურმა რესპუბლიკამ ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და ამერიკის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. საუდის არაბეთის განცხადებით ქვეყნის საჰაერო სივრცეში განადგურებულია 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ყატარის თავდაცვის უწყების ინფორმაციით ქვეყნის შეარაღებულმა ძალებმა კი დოჰაში სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს. საერთაშორისო მედია შტატების დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტის დანახმა დაიწყეს. შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანული სამხედრო ხომალდები გაანადგურეს. ომი გრძელდება უკრაინაშიც. ქალაქ სლავიანსკოეში რუსეთის ძალების სარაკეტო იერიში შედეგად დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავდა 16. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. ვოლოდიმერ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე სარაკეტო ქარხანა დაბომბა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავებულია 40. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ეთერს კი ვუთმობ სპორტს და ლაშადვარიშვილს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.